გადაწყვეტილება. ქართული დელეგაციის მონაწილეობით დღეს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24 სესია გაიხსნა. სესიაზე ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ. ევროსაბჭოს რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სესიაზე საქართველოს საკითხის განხილვისას გაიმართება დებატები, რის შემდეგაც იგეგმება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის სიტყვით გამოსვლა. იგი საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს. ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან თბილისის მერი გიგი უგულავა, ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე. ვფიქრობ, რომ განხილული იქნება საქართველოს საკითხი, როგორც არსებული პრობლემები, აგრეთვე გაჟღერდება ძალიან ბევრი რამ იმ რეფორმების შესახებ, რომელიც იგეგმება თვითმმართველობის კუთხით და დეცენტრალიზაციის კუთხით. იქნება საშუალება ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად მივიჯილოთ საქართველოს თვითმმართველობის არსებულ მდგომარეობას და მომავალს. ვფიქრობ, სიტუაცია ზოგადად დამაიმედებელია. დეტალურად გავივლი ამ საკითხს ამ საღამოს, როდესაც მე ანგარიშსა და რეკომენდაციებს გამოვაქვეყნებ. ასევე ველი მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლას, რომელიც დღეს საღამოს სესიას დაესწრება. მოხარული ვართ ადგილობრივი მთავრობის რეფორმის ხილვით. ადგილობრივი მთავრობა ახალმა მთავრობამ ჩაანაცვლა. იმედი გვაქვს ადგილობრივი მთავრობის ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც არჩევნების შემდეგ მცირედით შეიცვალა, კვლავ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. მოყვანილი არის თვითონ წუხილი იმ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და კერძოდ პარტიის რამდენიმე მუხლის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომაზეც იყო ლაპარაკი. საუბარი არის, როცა ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ იწვევს ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ცვლილებას და გამოთქმულია სურვილი, რომ ისინი აქტიურად გამონახავენ დიალოგს ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. დადებითი პოზიცია არსებობს აფხაზეთის რკინიგზის